აი უყური. ახლა ჩვენ ვარ ბაქოში. მე ჩემი რეალური ბიზნესი ბაქოდან დავიწყე და ყავს ბაქოში ძალიან ბევრი პარტნიორი. აქ 5 დღის განმავლობაში ხდებიან ავტოსფეროში 1-200-300 ადამიანი მოწვეულები. აქ იქნება სად, რა, როგორ. და წარმოიდგინეთ დღეს შეხვედრაზე სოფლიო რუკა და აი ამ სოფლიო რუკაზე წარმოიდგინე ხელი დაადო ერთმა არაბმა და თქვა რომ კიო ბაქო არისო დღეს ზესახელმწიფო დუბაიცო ჩინეთიცო გერმანიაცო ამერიკაცო თურქეთიცო მაგრამ ესე მითხრა პირდაპირ რომ გელა თქვენ რო ქვეყანა გაქვთ თქვენ რო ხართ ხალხი ესეთი მეორე დედამიწის გულზე არ არსებობს. აი წარმოიდგინე ის რისი გაკეთებას მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება, რისი გაკეთება მინდოდა აი ამ ჩემი წლების განმავლობაში მინდოდა უამრავი ადამიანი და მესაქმებია საქართველოში იყო ჩემი ოცნება. არასდროს პოლიტიკაზე არც მიფიქრია. ჩემი ფიქრი და ოცნება იყო ადამიანების დასაქმება და გული ერთ რამეზე მწყდება. ყველა ქვეყანაში ხო შეიძლება რომ მიღებული ვიყო და ყველა ქვეყანაში მიღებული ვარ. და ამ 300 ადამიანში დღეს მე ქართველი ნომერ პირველი ვარ, ამას ყველა ხედავს. მე მიყავს აქ პარადი. როგორც მინდა ისე მატრიალებ ყველას და ყველაფერს. ხვალ ჩვენ ალიევის საფლავზე გავდივარ მოვინახულებ. და ჩემი სიტყვა აქ ჭრის ბევრ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ ყველა ქვეყანაში მეკავშირებიან ბიზნესის გაკეთებაზე და ჩემს ქვეყანაში ვერ ვაკეთებ ბიზნესს და ხელი მეშლება დღესაც. გული მწყდება უბრალოდ ამაზე. აზერბაიჯანში ესა რატომ უნდა დამეკარგა ეს 6 წელი ხო? და ორი მივამატოთ 6-7-8 წელია არ ყოფილვარ აზერბაიჯანში და ბაქოში და დღეს ბაქო არის მართლა ზესახელმწიფო. აი სასწაულია ვფიქრობ რომ ახლა ვიღაცა იყოს